პრეზიდენტის დავალებით სტიქიით დაზარალებულ კახეთში დილიდან იმყოფება პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა. ვანო მერაბიშვილმა მინისტრებს რეგიონის სოფლების დათვალიერება და შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა დაავალა, რათა უამინდობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს. სად იმყოფებიან მინისტრები ამ დროისთვის და რა მდგომარეობაა დაზარალებულ რეგიონში, ამას დავით ქაშიაშვილი გვეტყვის. დაზარალებულ რეგიონში მდგომარეობა ისევ რთულია ამ მომენტისთვის სულ 60,000 აბონენტს კახეთის რეგიონში არ მიეწოდება ელექტროენერგია. აქედან 25,000 არის თელავის მცხოვრები და მათაც არ მიეწოდება ამ დროისთვის ელექტროენერგია. ძლიერმა სტიქიამ, ქარიშხალმა და წვიმამ, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სეტყვაც ახლდა წუხელ ელექტროგადამცემი ხაზები და ასევე ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა, ძირფესში ანდარი მოგლეჯილი ხეები და ასევე ელექტროგადამცემი ბოძები ელექტროენერგია არ მიეწოდება თელავის საკმაოდ დიდ ნაწილს. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, დაახლოებით 2 საათში ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უნდა აღუდგეს. ასევე შეწყვეტილია სასმელი წყლით მომარაგება თელავის და თელავის მიმდებარე სოფლების. ასევე ჩვენთვის ხდება ცნობილი, რომ ნაწილს თელავის მცხოვრებლებისას 2 საათში სასმელი წყლის მიწოდებაც აღუდგებათ. ძლიერმა წვიმამ, ქარიშხალმა და სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე დაწესებულებები და სკოლები. კახეთის რაიონში საკმაოდ ბევრი საჯარო სკოლა და უნივერსიტეტი არის ამ დროისთვის დაზარალებული. უხანძელმა სტიქიამ პრაქტიკულად თელავში თითქმის ყველა სკოლას გადახალდა ხათსახურავი, ხეებია დაცემული თვითონ სკოლის შენობებზე. გარდა ამისა, ცუდი მდგომარეობა ისევე გურჯაანის რაიონშიც, მაგალითად ვაჩნაძიანის სკოლა, ასევე კონდოლში, ასევე კალოურში, გავაში აგერ სკოლის სახურავი პრაქტიკულად გადახდილია. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ჩვენ უკვე გამოძახებული გვყავს ის ბრიგადები, რომლებიც დაითვლიან უშუალოდ ამ ზარალს და უახლოეს პერიოდში შეიძლება ხვალაც უკვე დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ელექტრომომარაგებაზე და გაზმომარაგების ფართომასშტაბიანი სამუშაოები უკვე დაწყებული არის. დღის ბოლომდე აღდგება მაღალი ძაბვის ხაზი, 100 კილოვოლტიანი ხაზი, რომლითაც თელავი უკვე შეძლებს დატვირთვას. პარალელურ რეჟიმში მუშაობა მიდის სოფლებში და ამავდროულად თელავის ქუჩებში. დაბალი ძაბვის ხაზები და გადაცეი ბოძები, რაც არის წაქცეული იყოს აღდგენილი და დაახლოებით 280 ბოძზე მეტია წაქცეული და თავიდან ბოლომდე არის გამოსაცვლელი. ამავდროულად გაზის მიწოდება აღუდგება აკურა, სოფელ აკურაზე და ანჩეს სოფლებს თელავის და გურჯაანის რაიონის. ეს არის მირი, რომელსაც მარაგდება, წყლით მომარაგება ხდება თელავის. შესაბამისად ეს ადგილი ახლა ლოკალიზებული არის. მინდა გითხრათ, რომ სათავე ნაგებობაზე მიდის წყლის სახელმწიფო კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოები. ვარაუდობთ, რომ ამ მირის დადუღებას რამდენიმე საათში მოვახერხებთ, რაც მოგცემს საშუალებას თელავი დღის ბოლოსთვის ნაწილობრივ დავტვირთოთ. ეს დანიშნულოვანია. ასეთივე სამუშაოები ტარდება გურჯაანში. საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მათ ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეხმარებიან. სტიქიის ზონაში დილიდანვე გამოიგზავნა თავდაცვის სამინისტროდან 1200 რეზერვისტი, რომლებიც ადგილობრივ მცხოვრებლებს, დაზარალებულებს და დაზარალებულებს სხვადასხვა სოფლებში ეხმარებიან, რათა დროულად მოხდეს სტიქიური უბედურებისგან მიყენებული ზარალის აღმოფხვრა. თავდაცვის სამინისტროს მიერ არის მობილიზებული 1000-ზე მეტი რეზერვისტი, 30-ზე მეტი ტექნიკა უკვე ადგილზე იმყოფება, ასევე ადგილზე იმყოფება საინჟინრო ბატალიონი, რომელიც უკვე ჩართული არის გაწმენდა და აღდგენილ სამუშაოებში და ჩვენ ბოლომდე დავრჩებით მოსახლეობასთან ერთად, სანამ ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული, რაც სამწუხაროდ აქვს ახლა თელავის რაიონის მოსახლეობას და კახეთს. შევახსენებ მაყურებელს, რომ წუხელ 3 საათის განმავლობაში კახეთის რეგიონში გადაუღებლად წვიმდა, რასაც ძლიერი სეტყვა და ძლიერი ქარი ახლდა. სინოპტიკოსებმა წუხანდელ ქარს უკვე მისცეს გრიგალის კვალიფიკაცია და მათივე ინფორმაციით წუხელ კახეთის რეგიონში ქარი წამში 19-30 მეტრის სიჩქარით ქროდა. კახეთიდან დავით ქაშიაშვილი გვერდებოდა.